წმიდა მარკო ზეფესელის ანტიკათოლიკური სიტყვის რუსული თარგმანის შესახებ. როგორც ცნობილია, წმიდა მარკო ზეფესელმა ფლორენციის კრებაზე წარმოთქვა თავისი სახელგანთქმული ორი სიტყვა ეგრეთ წოდებული განსაწმენდელის წინააღმდეგ. ამ სიტყვათა რუსული თარგმანები შესულია არქიმანდრიტ ამბროსის მონოგრაფიაში. Святой Марк Ефесский и Флоренцийская уния. Jordanville. 1963, секунд 58-73, 116-150. აღნიშნული მონოგრაფია საზოგადოდ მოიცავს ეფესოს მიტროპოლიტის თითქმის ყველა იმ შრომის თარგმანს, რაც ფლორენციის უნიას უკავშირდება. ამრიგად, არქიმანდრიტ ამბროსის წიგნის სახით საქმე გვაქვს ძვირფასი წყაროდმცოდნეობითი მასალის ნაკრებთან, რაც მრავალათასიანი მკითხველისათვის დღესდღეობით თითქმის ერთადერთი გზაა წმიდა მარკოზის საღვთისმეტყველო სწავლებათა გასაცნობად. ეს გარემოება უაღრესად ზრდის წიგნის ავტორის როგორც მთარგმნელის პასუხისმგებლობას, რადგან, კვლავ აღნიშნავთ, მისი თარგმანები ორიგინალის, ბერძნული ტექსტის, ტოლფასად წარმოჩნდება მრავალრიცხოვანი მრევლისთვის. სამწუხაროდ არქიმანდრიტ ამბროსის თარგმანებში გვხვდება საკმაოდ ბუნდოვანი, შინაარსობრივად გაურკვეველი ადგილები. ერთ-ერთ ასეთ ადგილზე მიგვანიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა, ამჟამად ეპისკოპოსმა იოანემ. აღნიშნული ადგილი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი ეხება საუკუნო სატანჯველისთვის განკუთვნილ სულებს. არქიმандритის თარგმანში вкითხულობთ. Но мы приняли, что и душам, содержимым в аду и уже преданным вечным мукам, самым ли делом и опытом или в недопускающем надежды ожидания таковых, возможно пособить и оказать некую малую помощь совершаемой литургии и молитвы и милостыни, хотя и не в том смысле, чтобы совершенно разрешить их от мучения или дать надежду на конечное освобождение. Секунд 59. როგორც ცნობილია, წმიდა მარკოზი თავის პირველ სიტყვაში მუხლობრივად მიჰყვება ლათინთა მიერ წერილობით წარმოდგენილ დოკუმენტს, რისი თარგმანიც ასევე მოიპოვება არქიმანდრიტ ამბროსის წიგნში, გვერდი 40-57. ლათინთა დოკუმენტს თარგმანში შემდეგი სათაური აქვს. Главы латинян грекам об очистительном огне, данные в письменном виде их представителям. რაც შეეხება წმიდა მარკოზის ზემომოტანილ სიტყვებს, იგი პასუხობს ლათინთა მიერ წარმოდგენილი ტექსტის შემდეგ ადგილს. Души же тех, которые отходят из этой жизни в смертном грехе или же только с прародительским грехом, немедленно сходят в ад, впрочем, подвергаются мучениям не в одинаковой степени, секунд 5а. უაღრესად საგულისხმოა, რომ ლათინთა აღნიშნული სიტყვების შემცველ მონაკვეთს მოსდევს წინადადება, სადაც კათოლიკეები პირდაპირ მიმართავენ წმიდა მარკოზს. Вы говорите, что Восточная Церковь не имеет такого рода учения, секунд 50. ვითარება, რომ ცხადია იყოს ძალიან მოკლედ აღნიშნავთ, თუ რას ეხება კამათი. ლათინთა მტკიცებით საიქიოში გარდა მარადიული ჯოჯოხეთისა და სასუფეველისა, არსებობს ეგრეთ წოდებული განსაწმენდელი ანუ დროებითი სატანჯველი, სადაც ხვდებიან ნაკლებ ცოდვილი სულები, რომლებიც ამ დროებითი სატანჯველის გზით განიწმინდებიან თავიანთი მცირე ცოდვებისაგან. განსაწმენდელში მოხვედრილ სულებს ამბობენ ისინი, ტანჯვას უმსუბუქებს მათთვის აღსრულებული ლოცვები, ლიტურგიები, ხელმოქმედებანი. რაც შეეხება მართლმადიდებლურ სწავლებას, იგი წმიდა მარკოზის მიერ ასეა გამოთქმული. ის სულები, რომლებიც სარწმუნოებით და სიყვარულით გაშორდნენ სააქაოს, ამასთან რაღაც ლაქებიც გაიყოლეს, ან მცირენი და სრულიად მოუნანიებელნი და უფრო დიდნი, რაც მოინანიეს, მაგრამ ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ სინანულის ნაყოფი. ესენი განიწმინდებიან ამგვარ ცოდებთან მიმართებით არა განწმენდით ცეცხლისა და ერთ რომელიღაც ადგილას განსაზღვრული სატანჯველების მეირ, რადგან ეს, როგორც ვთქვით, არავისგან გადმოცემულა. არამედ ზოგნი განიწმინდებიან თვით სხეულიდან გამოსვლისას მხოლოდ და მხოლოდ შიშის მიერ, როგორც აშკარად განაჩინებს ამას, აგრეთვე წმინდა გრიგოლ დიალოგოსის ზოგნი კი სხეულიდან გამოსვლის შემდეგაც ანჯერ კიდევ ამ დედამიწისეულ ადგილას მყოფნი ვიდრე მიახლებოდნენ ისინი ღვთისთაყვანისცემას და ღირსნი გახდებოდნენ ნეტარი ხვედრისა ანდა. თუ კი უფრო დიდი იყო ცოდვები და დროს უფრო მეც მოითხოვდა, ასეთნიც ჯოჯოხეთში არიან პყრობილნი, მაგრამ სრულიადაც არა, როგორც ცეცხლში და სატანჯველში, არამედ როგორც სატუსაღოში და საპყრობილეში ჩაკეტილნი. ვამბობთ, რომ ამათ ყველას შეეწევა მათთვის აღსრულებული ლოცვები და ლიტურგიები, თანხვედრი არა ამ ქმედებებთან საღვთო სიკეთე და კაცთმოყვარეობა, რაც ამგვარ ცოდვათა ერთ ნაწილს, ადამიანური უძლურების გამო რომ ჩადენილა. ისე უგულებელყოფს და მიუტევებს, როგორც ამბობს დიდი დიონისე თავის განხილვაში სიწმინდით და აძინებულთა საიდუმლოს შესახებ, ხოლო ცოდვათა მეორე ნაწილს, შესაძლოა, რაღაც დროის შემდეგ მართალსასწორთა მიერ დაარღვევს და მიუტევებს, და ამათაც სრულად, ანდა შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ ცოდვების. ჩამდენთ იმ უკანასკნელ განკითხვამდე.
ასე რომ ამათთან დაკავშირებით ვერ ვხედავთ ვერავით არ საჭიროებას სხვა სატანჯველისა და ცეცხლის მიერი განწმენდისა, თუ კი ზოგს შიში განწმენდს, ზოგს სინდისის ქენჯნა, რაც ჭამს მას ყოველგვარ ცეცხლზე უფრო მწარედ, ზოგს კი მხოლოდ და მხოლოდ საღვთო დიდებისგან განდგომა და გაურკვევლობა მომავლისა, კერძოდ, მიაღწევენ თუ არა მას, დიდებას, ედი შერჭელიძე, ოდესმე. POT 15, 40-41. აღნიშნული მსჯელობა ეხება მცირეცოდვილ სულებს, რომლებიც ღვთისგულმოწყალებითა და, აგრეთვე, მათთვის აღვლენილი ლოცვებისა და ლიტურგიების გზით ან მთლიანად თავისუფლდებიან ცოდვებისგან, ან კიდევ უმსუბუქდებათ მდგომარეობა საბოლოო განკითხვამდე. ამგვარი გამოხსნადი სულები, ცოდვათა სიმძმის მიხედვით, წმიდა მარკოზის მიერ ორ უმთავრეს ნაწილად განიყოფება. პირველი ნაწილი განიწმინდება თვით სიკვდილის ჟამს შიშის შედეგად, მეორე ნაწილი კი სიკვდილის შემდეგ. ეს მეორე ნაწილი თავის მხრივ სულთა ორ კატეგორიას გულისხმობს. პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან ისინი, რომლებიც განიწმინდებიან ჯერაც დედამიწაზე მყოფნი ვიდრე ღვთის წინაშე წარდგომამდე, ხოლო მეორე კატეგორიას შეადგენენ ის სულები, რომლებიც ჯოჯოხეთში ჩადიან. ესენიც ესე იგი ჯოჯოხეთში ჩასული ის სულები, რომლებიც გამოხსნას ექვემდებარებიან, ასევე ორი სახისაა. ერთნი გარკვეული დროის შემდეგ განიწმინდებიან და შენდობილნი იქნებიან მთლიანად, მეორენი კი უფრო მეტად ცოდვილნი, მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქებას მიიღებენ ვიდრე საბოლოო განკითხვამდე. ყველა აქ აღნიშნული კატეგორია, როგორც ვთქვით, მხოლოდ იმ სულებს გულისხმობს, რომლებიც თუმცა რაღაც ცოდვებით წავიდნენ ამ ქვეყნიდან, მაგრამ წარწმედისა და მარადიული სატანჯველის ღირსნი არ არიან. შესაბამისად, ზემო მითითებული განაწილებით ეს სულებიც განიწმინდებიან და ცხონდებიან, ხოლო თვით ამ განწმენდას კი მართლმადიდებლური სწავლებით მოქმედებს არა განწმენდი ცეცხლი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთისგულმოწყალება, რაც თანხვედრია, მიცვალებულთათვის აღვლენილ ლოცვებთან და ლიტურგიებთან და კიდევ ის სამი მიზეზი, ზემოთ რომ აღინიშნა, შიში, სინდისის ქენჯნა და საღვთო დიდებისგან განვრდომა. ეს რაც შეეხება გამოხსნად სულებს. მაგრამ ვინ არიან ისინი, რომლებიც არ იქნებიან გამოხსნილნი და რომლებიც მარადიულ ცეცხლში დაიმკვიდრებენ ადგილს? ზემოთ ჩვენ დავიმოწმეთ ციტატა კათოლიკეთა დოკუმენტიდან, სადაც გამოუხსნელ სულებს განეკუთვნებათ, ერთი მხრივ ისინი, რომლებიც მომაკვდინებელი პირადი ცოდვით წავიდნენ ამ ქვეყნიდან, მეორე მხრივ კი ისინი, რომლებიც მხოლოდ პირველქმნილი ცოდვით აღესრულნენ. კათოლიკეთა ამ განჩინებას წმიდა მარკოზმა უპასუხა სწორედ იმ სიტყვებით, რომელთა რუსული თარგმანიც ჩვენი წერილის დასაწყისში დავიმოწმეთ. აღნიშნავდით, რომ ეს თარგმანი ბუნდოვანია. კერძოდ გაურკვევლობას იწვევს დამოწმებული ციტატის შემდეგი ადგილი. Или в недопускающем надежды ожидание таковых. აღნიშნულ ადგილს პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან როგორც ვთქვით, სწორედ აქ სცემს წმიდა მარკოზი პასუხს კათოლიკეთა ზემორე დოგმატს და, შესაბამისად, აქ ვლინდება, ეთანხმება თუ არა იგი ლათინებს იმის აღიარებაში, რომ მარადიულ ჯოჯოხეთს დაიმკვიდრებენ არა მხოლოდ მომაკვდინებელი პიროვნული ცოდვით აღსრულებულნი, არამედ ისინიც, რომლებიც პიროვნულად სრულიად უმანკონი, ოდენ ადამისეული პირველცოდვით გარდაიცვალნენ. საგულისხმო აღინიშნოს, რომ კათოლიკეებმა მათი ეს დოგმატი საგანგებოდ შეიტანეს თვით ფლორენციის უნიაში. მოგვაქვს უნიის შესაბამისი ადგილის რუსული თარგმანი. Затем мы определяем, что души тех, которые умирают в смертном грехе или только с первородным грехом, немедленно спускаются в ад, чтобы страдать там. Დასახ. წიგნი, გვერდი 306. ეს სიტყვები ჩართულია იმ კათოლიკურ დოგმატთა შორის ფილიოკვე, განსაწმენდელი, რომის პაპის უპირატესობა, რომლებსაც სრულიად უარყოფს მართლმადიდებლობა. შესაბამისად, ზემომოტანილი ციტატის ასეთი კატეგორიული ფორმით მოთავსება ზემორე კათოლიკურ დოგმატთა შორის უეჭველს ხდის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ისინი, კათოლიკეები, ცდილობდნენ მართლმადიდებელთა თანხმობის მოპოვებას. მაგრამ დავუბრუნდეთ წმიდა მარკოზ ეფესელის პასუხს. რუსული თარგმანის ბუნდოვანებამ აუცილებელი გახადა ბერძნული ორიგინალის მოძიება, რაც გაგვიადვილა თვით არქიმანდრით ამბროსის ამომწურავმა მითითებამ კონკრეტულ გამოცემაზე, საიდანაც მას თარგმანი შეუსრულებია. ამბროსის წიგნში კერძოდ კითხულობთ. Manager L. Petit. Опубликовал текст в Миланской рукописи. Ambrosian. 653, Fall 47-54. В 15-м томе. Patrologia Orientalis. Стар 3960, с издания которого мы и делаем наш перевод всего трактата с Марка Ефесского, секунд 58. მითითებული ბერძნული ტექსტის მოპოვებამ და გაცნობამ ცხადი გახადა, რომ ჩვენთვის საყურადღებო ადგილი არქიმანდრით ამბროსის მიერ სრულიად მცდარადაა თარგმნილი. განსაკუთრებით თვალშისაცემია, რომ რუსული თარგმანის უარყოფითი ნაწილაკი не допускающим. საერთოდ არაა ორიგინალში.
ამასთან რუსულისგან განსხვავებით, ბერძნული ტექსტი უაღრესად ნათელია და ერთაზროვანი. მოგვაქვს სიტყვა-სიტყვითი თარგმანი. ხოლო შეგვიწყნარებია, რომ ისინიც კი, რომლებიც ჯოჯოხეთში არიან პრობილნი და უკვე გადაცემულნი საუკუნო სატანჯველთ, ან საქმით და გამოცდილებით, ან და მყარი მოსალოდნელობითა და მოლოდინით, ისინიც შემწეობას ნახულობენ და იღებენ მცირე რამსარგებელს, ეკლესიაში აღსრულებული ლოცვებისგან, ლიტურგიებისგან და ქველმოქმედებისაგან, თუმცა არა იმგვარად, რომ სრულიად აღწევდნენ თავის სასჯელს ან და საერთოდ ჰქონდეთ რაიმე იმედი თავის დაღწევისას. Colonel 40. ამრიგად რუსული თარგმანის წინადადება. Или в недопускающем надежды ожидания таковых. Როგორც ნახეთ, ორიგინალში სულ სხვაგვარადაა, ან და მყარი მოსალოდნელობითა და მოლოდინით. Et elpidi veve κυρία προσδοκεί. კერძოდ ბერძნულში საერთოდ არაა სიტყვები. В недопускающем. ამასთან ორიგინალის. Λαμδαπηλιώτα σίγμα. თარგმნილია როგორც надежда. რაც მოცემულ კონტექსტში ასევე მცდარია. მართალია, ბერძნული. Λαμδαπηλιώτα σίγμα. ნიშნავს надежда. მაგრამ იგი ნიშნავს აგრეთვე ცუდის მოლოდინსაც. Ожидание чего-либо дурного опасения. იხილეთ ნებისმიერი ლექსიკონი. სწორედ ეს უარყოფითი შინაარსი აქვს ხსენებულ ბერძნულ სიტყვას ზემორე ტექსტში. რადგან წმიდა მარკოზი გვესაუბრება ჯოჯოხეთში დატყვევებული მსულებზე, რომლებიც გამოუხსნელნი არიან და, შესაბამისად, გარკვეული აზრით, უკვე მიცემულნით საუკუნო სატანჯველს, კერძოდ მიცემულნიან საქმის და გამოცდილებით, იგულისხმება ნაწილობრივი ტანჯვა, რაც ამჟამადვე აქვთ უკეთურთ, ან და უეჭველი სამომავლო მოლოდინით, იგულისხმება, რომ ზემოხსენებული უკეთურნი მეორედ მოსვლისა და განკითხვის შემდეგ სრულ სატანჯველს მიიღებენ, ამასთან მათი ეს სამომავლო ხვედრი ამთავითვე უეჭველია და უცვლელი. Цтария აგრეთვე რუსული ციტატის ბოლო სიტყვები. Конечное освобождение. საქმე ისა, რომ ბერძნული. Ложь. თლიანად საერთოდ არის მიზედა და, შესაბამისად უკავშირდება არაარსებით სახელს. Παλαγή. თავის დაღწევა, განთავისუფლება, არამედ ინფინიტივს. Χιν. ქონა. ასე რომ დამაბოლოებელი წინადადება მხოლოდ შემდეგნაირად ითარგმნება, ან და საერთოდ ჰქონდეთ იმედი თავის დაღწევისა. როგორც ვხედავთ, ზემორე პასუხში წმიდა მარკოზი სრულიად არ ახსენებს იმ სულებს, რომლებსაც გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ადამისეული პირველწოდვა ჰქონდათ, პიროვნულად კი ყოვლით ურთუმანკონი იყვნენ. დიდი ეფესელი მოძღვარი, კათოლიკეთა კატეგორიული მტკიცებისგან განსხვავებით, ამგვარ სულთა ხვედრზე აბსოლუტურად არავითარ განჩინებას არ იძლევა. არქიმანდრიტ ამბროსის თარგმანშიც თომილებანი სხვა ადგილებშიც გვხვდება. ამჯერად შემოიფარგლებით ტექსტის მხოლოდ იმ ძალიან მცირე მონაკვეთით, სადაც წმიდა მარკოზი მსჯელობს მცირეცოდვილ სულთა შესახებ, რომლებიც გამოხსნადნი არიან და წარსაწმედელს არ მიეცემიან. ამ უმნიშვნელოვანესი ადგილი სიტყვა-სიტყვითი თარგმანის ზემოთ წარმოადგინეთ. რაც შეეხება რუსულ თარგმანს, მასში სახეზეა სერიოზული შეცდომები. მაგალითად, როგორც აღნიშნეთ, წმიდა მარკოზის სწავლებით, ის მცირეცოდვილი სულები, რომლებიც გარკვეული დროით ჯოჯოხეთში ხვდებიან, იქ განიწმინდებიან, თუმცა არა ცეცხლისა და სატანჯველის მიერ, არამედ ღვთისმოწყალების გზით. ამასთან ეს сулები შემწეობას იღებენ მათთვის აღსრულებული ლოცვების, ლიტურგიებისა და ქველმოქმედებების შედეგად. რუსულ თარგმანში ვკითხულობთ. Они содержатся в аду, но не для того, чтобы навсегда находиться в огне и мучении, как бы в тюрьме и заключение под стражу, секунд 60. Текстში დისონანსი შეაქვს სიტყვას. Навсегда. რადგან ზემორე თარგმანიდან მხოლოდ ის დასკვნა გამოდის, რომ ხსენებული სულები სამარადისოდ კი არ არიან ცეცხლში და ტანჯვაში, არამედ დროებით, მაგრამ ამგვარი აზრი არის სწორედ ის კათოლიკური განჩინება, რასაც ებრძოდა წმიდა მარკოზი მართლაც. კათოლიკეთა მტკიცებით, განსაწმენდელი სწორედ დროებითი ცეცხლისა და ტანჯვის ადგილია, ხოლო მასში მოხვედრილი სულები სამარადისოდ კი არ რჩებიან იქ, არამედ დროებითი ცეცხლისა და ტანჯვის გზით განიწმინდებიან და ცხონდებიან. მაშინ, როცა მართლმადიდებლური სწავლება ჯოჯოხეთში მყოფ იმ სულებს, რომლებიც გამოხსნას ექვემდებარებიან, არ განუწესებს არც სამარადისო, არც არანაირ დროებით ცეცხლსა და განწმენდ ტანჯვას, რადგან წმიდა მარკოზი, როგორც ზემოთ ვნახეთ, ჯოჯოხეთიდან მათ გამოხსნას მხოლოდ ღვთის გულმოწყალების საქმედ თვლის, რასთანაც თანმხვედრია ამგვარ სულთათვის აღსრულებული საეკლესიო მსახურებანი. ბერძნულ ტექსტში. Навсегда. შესატყვისია ზმნიზედა. Πάντως. რაც არანაირი გაგებით არ ნიშნავს. Навсегда.
იგი მტკიცებით კონტექსტში ქართულად შეიძლება გადმოიცეს მიზედებით, ყოვლითურთ, ყოვლად სავსებით, სრულიად, საერთოდ უთუოდ, ხოლო უარყოფის შემთხვევაში კი სიტყვებით, არანაირი აზრით, სრულიად არ. ორიგინალის შესაბამის ადგილას აღნიშნულს მიზედას გამორიცხვის შინაარსი აქვს, რუსულში უნდა ყოფილიყო. Вовсе. ლათინურშია მართებული. Cert. და სათანადო წინადადება როგორც ზემოთაც ვნახეთ, ასე უნდა ითარგმნოს. ასეთნი ჯოჯოხეთში არიან პრობილნი, მაგრამ სრულიადაც არა, როგორც ცეცხლში და სატანჯველშიო, არამედ როგორც სატუსაღოში და საპრობილეში ჩაკეტილნი. როგორც აღნიშნეთ, წმიდა მარკოზი ასახელებს სამ მიზეზს, რაც მცირეწოდვილ სულთა განწმენდას მოქმედებს. ესენია: შიში, სინდისის ქენჯნა და საღვთო დიდებისგან განვრდომა, გაგდებულობა. მესამე მიზეზთან დაკავშირებით რუსულ თარგმანში ვკითხულობთ. А иных очищает самый только ужас перед божественной славой. Გვერდი 60. თარგმანისეული. ужас. სრულიად მცდარია. შესაბამის ბერძნულ ტექსტში გვაქვს ტერმინი. Κπτώσεις. იგი მომდინარეობს მნიდან. Кпίπτω. რაც რუსულად ნიშნავს быть выброшенным, быть изгнанным, лишиться чего-либо. მისი ზედმიწევნით შესატყვისია რუსული. Отпадение. ძველი ქართული განვრდომა, ან გამოვრდომა შტრ. ლათ. ასე რომ თარგმანში უნდა გქონოდა არა. Ужас перед божественной славой. არც ეს. Перед. არის ბერძნულში არამედ. Отпадение от божественной славы. რაც შეეხება თვით. ужас. იგი რუსულ ტექსტში უნდა გაჩენილიყო იქიდან, რომ თარგმნელს ბერძნული. Κπτώσεις. ცდარად დაუკავშირებია ზმნასთან. Κπτოέω. რაც სწორედ შეშინებას, თავზარის დაცემას ნიშნავს, აქედანაა არსებითი სახელი. Κπτόησης. როდესაც წმიდა მარკოზი საუბრობს საღვთო დიდებისგან განვრდომაზე, იგი ამგვარ მდგომარეობას აკავშირებს იმ გაურკვევლობასთან, რაც განვრდომილ სულებს აქვთ საკუთარ მომავალთან, საკუთარ სამომავლო ხვედრთან დაკავშირებით. ამიტომაა, რომ წმიდა მარკოზი აღნიშნულ მდგომარეობას ორსავე მომენტზე ხაზგასმით წარმოგვიდგენს. ზოგს კი განწმენს, მხოლოდ და მხოლოდ საღვთო დიდებისგან განვრდომა და გაურკვევლობა მომავლისა. ბოლო ფრაზას გაურკვევლობა მომავლისა ბერძნულში მოსდევს წინადადება, რაც სწორედ გაურკვევლობაში მყოფ სულთა ვითარებას გადმოგცემს. რუსულ თარგმანში ვკითხულობთ. И неизвестность будущего, каково оно будет секунд 60. თავი დავანებოთ იმას, რომ неизвестность არ არის მთლად ზუსტი შესატყვისი ბერძნული ტერმინისა. Δειλία. ბუნდოვანება, გაურკვევლობა, შედარება ლათინურთან. თავარი ისაა, რომ რუსული ტექსტი каково оно будет საერთოდ არ არის ორიგინალში. მის ნაცვლად გვაქვს სიტყვები. Έψιλον πότε σπιτεύξονται. Ποιη 41. როგორც ვხედავთ, ბერძნულში არის მდედრობითი ნაცვალსახელი. Ατί. რაც გულისხმობს წინა, თავარი, წინადადების მდედრობითი სქესის სიტყვას. Δόξα. დიდება და არა საშუალო სქესის სიტყვას. Ταφ μέλλον. მომავალი, მაშინ როცა რუსული ტექსტის. Оно. უკავშირდება არა წინადადების. Слава. არამედ. Будущее. რითაც მთლიანად იცვლება ორიგინალის შინაარსი. ამასთან რუსულში საერთოდ არაა თარგმნილი. Πιτεύξονται. მიაღწევენ, მიახლებიან. ამრიგად ბერძნული ტექსტი დიამეტრულად განსხვავდება რუსულისგან და მთლიანობაში, როგორც ზემოთ ვნახეთ, სიტყვასიტყვით შემდეგნაირად ითარგმნება. ზოგს კი განწმენს, მხოლოდ და მხოლოდ საღვთო დიდებისგან განვრდომა და გაურკვევლობა მომავლისა, კერძოდ, მიაღწევენ თუ არა მას, დიდებას, ედი შერჭელიძე, ოდესმე შედარება ბოლო ნაწილის ლათინურიდან თარგმნა. Et futuri obscuritas, number unquam ea sint padaturi s. 41. აქ წარმოდგენილი რამდენიმე შემთხვევაც კი, რაც ბერძნული ტექსტის მხოლოდ ერთ მცირე მონაკვეთს უკავშირდება, ვფიქრობთ, თვალსაჩინოდ გვიჩვენებს, რომ არქიმანდრიტ ამბროსის თარგმანები, მიუხედავად მათი უეჭველი ღირსებისა და მნიშვნელობისა, მკითხველისგან აუცილებელ სიფრთხილეს მოითხოვს. ედი შერჭელიძემ მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი. საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში. თბილისი 2004 წელი.